აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით წინა სააღდგომოდ სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქცია სახელწოდებით ვიზრუნოთ ერთმანეთზე მეოთხე წელია იმართება და მისი მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და 550-მდე დევნილ ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადასცეს. ჩვენი გუნდი ამაყობს ამ პროექტს, რომელსაც ჩვენ უკვე მეხუთე წელია ვაკეთებ წელიწადში ორჯერ. მას ქვია ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს, ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთს და ეს არის მთავარი დევიზი ამ ინიციატივის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, უმაღლესი საბჭო, მთავრობა ვცდილობ პატარა ნობათი გაუმზადოთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებულად სიძულვაში მყოფ მის ნაწილს, ფედერალობაში ყავს მრავალშვილიანი დედები, ომის მონაწილეები, ვეტერანები. ყოველდღიურად ჩვენ ამას ვახერხებთ და წელსაც გადავწყვიტეთ მათი მოპატიჟება. დაგვეხმარა ჩვენ ქალაქ თბილისის მერია, მადლობა მინდა უთხრა ტერაბანკს და რა თქმა უნდა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც გვეხმარება ჩვენ. მე მინდა მიულოცო ყველას ბრწყინვალედ აღდგომის დღესასწაული. ჩვენ იმედი გვაქვს, მივახცევთ საწადოს აფხაზებთან და ოსებთან ერთად ვიცხოვრებ გაერთიანებულ ძლავ თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ანუ სიყვარულის დღესასწაული, თავგანწირვის დღესასწაული. დღევანდელი ეს პატარა აქცია მიძღვნილი იმისთვის, რომ გვახსოვდეს ერთმანეთი, ვიზრუნოთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს ტრადიცია უკვე დიდი ხანია არსებობს და ვცდილობ გავაგრძელო. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვეხმარება, აქ არის თბილისის მერია, სხვადასხვა ორგანიზაციები, უდიდესი მადლობა მათ თანადგომისთვის. თუ ერთად ავართ, გამარჯვება იქნება. ეს არის აქსიომა. ამიტომ კიდევ ერთხელ ულოცავ სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ყველა დევნილს, ყველა გაჭირვებულს დახმარობოდეს უფალი და კარგად ყოფილიყოს ყველაფერი. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს და აფხაზეთის მთავრობას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში დღეს ტარდება ღონისძიება, სადაც სააღდგომოდ ლტოლვილებს, მათ შორის ლტოლვილ ვეტერანებსაც ურიგდებათ საჩუქრები, ამაში იღებს ვეტერანთა სამსახური თავის წვლილს. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ აფხაზეთის მთავრობასთან, ვცდილობთ რომ გავუადვილოთ ვეტერანებს ცხოვრებიდან. აქციის ფარგლებში სააღდგომო ნობათი დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის პირველი ჯგუფის ინვალიდებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულებსა და მარტოხელა დედებს. 6 შვილის დედა ვარ. მადლობა ყველაფერს შეგეწიათ უფალი, გაიხარე და ვისარგებლებ შემთხვევიდან მთელ საქართველოს, სრულიად საქართველოს მიულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, დიდი მადლობა ჩვენ მთავრობას, ასეთი დიდი საჩუქრისთვის და გაიხარეთ ერთსასწრად. ღმერთი ყოფილიყოს საქართველოს ფარგლებში. მადლობელი ვართ, ყველას ულოცავ აღდგომას, ბრავალს და ეს არის, ყველას ბედნიერებას გისურვებთ. ვეტერანები ვარ და როგორც ვიტყვი, პატარა ყურადღება მაინც რო იყოს შემდეს ეს რაღაცას ნიშნავს. მორალური თანამდგომა რომ მაინც რო ეს იგრძნობა ადამიანში და ეს ძალიან მისასალმებელია და მადლობელი ვარ. მადლობა რომ ეს საჩუქრები მომეცით, ეს საჩუქრები მივიღეთ და დაესწარეთ მრავალ აღდგომას. ყურადღება არის, თანადგომა არის და მადლობელი ვართ რომ ყოველწელს გვიხსენებენ და რომ არ ვავიწყდებით ამ მთავრობას. ყველას მიულოცავ აღდგომას, ბედნიერად და ჯანმრთელად ყოფილიყოს და მალე ყოფილიყოს ჩვენი იქ დაბრუნება. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქცია ქალაქ თბილისის მერიის, ტერაბანკისა და ადგილობრივი ბიზნეს ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქციაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა.